აი, ესე იგი, წინაზე გავაკეთეთ კონფირის, რა ქვია, რეგისტრაცია და ლოგინი. ყველაფერი ბოლომდე ავაწყეთ. ეხლა მოდი გავხსნათ ბაზა, ვნახოთ შიგნით რა გვიწერია და პახუდ გადავამოწმოთ წინაზე რა გავაკეთეთ. და თუ ეხლა შევექნებათ რაიმე დაგებადებათ რაიმე კითხვა, იმაზეც ბარემ გავცეთ პასუხი. ესე იგი, ბაზაში გვიწერია რეგისტრირებული მომხმარებლები. ხო? და კონფირმაციის გარეშე პირდაპირ რეგისტრირდებოდნენ ეს როჟები, ანუ მეილს და იმეილს რო შეიყვანენ რაც საჭირო, რეგისტრს რო აწევოდნენ, ეგრევე ბაზაში იწერებოდა ამ ინფორმაციები და უკვე ყავდა დარეგისტრირებული იუზერები. მაგრამ კონფირმაციას რო დავამატებთ, ანუ კონფირმაცია რა არის? მეილს რო ჩატერ იმეილზე გაიგზავნება საკონფირმაციო ლინკი, ნიშნავს რომ იქნება სპეციალური ლინკი, რომელსაც დააწვება, ჩვენ გავიგებთ რომ ამ ლინკს დააწვა და ამის შემდეგ ტიპი გახდება უკვე ჩვეულებრივი მომხმარებელი, ანუ რეგისტრაციის პროცესი დასრულდება ამით. თუ ტიპმა იმ ლინკს არ დააწვა, მაშინ რეგისტრირებულ მომხმარებლებში არ უნდა გადმოვაგდოთ, ხო? ეხლა ნახე რა ხდება, რა ხან შეზღუდვა გაქვს რომ მხოლოდ ერთი მეილით უნდა დავარეგისტრიროთ, ის შეზღუდვა ჩვეულებრივ დარჩება, მაგრამ მანამდე არ ჩავწერთ ამ თეიბლში, სანამ იმ ლინკს არ დააწვება. ხო? იმისთვის ცალკე თეიბლი გვინდა. ანუ თავიდან ტიპი რო დარეგისტრირდება, იქნება იმ თეიბლში და იმ ლინკს რო დააწვება, მე გადმოიწერება ამ თეიბლში. ხო? აი, პირველი რაც უნდა ვქნათ, თეიბლი უნდა დავამატოთ, ხო? თეიბლი დავარქვათ unconfirmed user, ხო? ან მოდი ახლა დავიწყოთ თეიბლის ინფორმაციის შევსება. ესე იგი, აქ მინდა ზუსტად იგივე მონაცემები, რაც მქონდა იქ. იმიტომ რომ მე აქედან ხო იქით უნდა გადავწერო. ამიტომ აქაც იგივე მონაცემები უნდა დავამახსოვრებინო. კიდე მაქვს იმეილი. კიდე მაქვს password-ი. ეს 32-იანი მაქვს, 32-იანი მაქვს, იმიტომ რომ ვიცი რომ 32 ბიტზე მეტი არ იქნება. კიდე არის create date-ი. იქ კი სხვა create date-ით მეყოლება, მაგრამ აქ ხომ აიცო დავიმახსოვრო create date პირველი რეგისტრაცია როდის გაიარა. ეს არის date time-ი. და კიდე რა მექნება, ალბათ თუ ხვდებით. კონფირმაციის ის, ხო? კოდი რაღაც. უნიკალური hash. რაში გამოვიყენებ გაჩვენებთ ახლა. და ბარემ ხო პაროლის აღდგენაც უნდა დავამატოთ. და კიდე მქონდეს სეკრეტი. ეხლა ნახე, რომ ჩამოგიყალიბოთ თვითონ თემა როგორია რა. ანუ ტიპი შემოდის და რეგისტრირდება. ოღონდ ვერ ლოგინდება, იმიტომ რომ არ არის არ არის დაეფრუებული იუზერი. საჭიროა რომ შევიდეთ მეილზე, დააწვეს იმ ლინკს და ეხლა ლინკი როგორ ეწყობა. არის რაღაც ლინკი, რომელსაც ბოლოში ებმევა ეს confirmation code, რაღაც გრძელი 32 ბიტიანი ჰეში. რომ დააწვება, ეს ხომ მომდის ეს ჰეში, იმად რა ქვია, მე პარამეტრად ფუნქციაში. მე ამ ჰეშით გავიგებ რომელ ტიპზეა საუბარი და იმ ტიპს ამოშლია მონაცემთა ბაზიდან. მონაცემთა ამ თეიბლიდან და გადავიყვან კონფირმირებული იუზერების თეიბლში. სეკრეტი მჭირდება იმისთვის, რომ პაროლის აღდგენა გავაკეთო. იგივე თემა არის ზუსტად როგორც კონფირმაცია. მე მეილზე გავუგზავნე ამ სეკრეტიან ლინკს, რომ დააწვება ამ სეკრეტით გავიგებ რომელ იუზერზეა საუბარი, ხო? და ამ users შევაყვანებ ახლიდან პაროლებს. ხო? აი ხა თვითონ ამ ჩვენ კეთებაში ყველაფერი კარგად გამოჩნდება. ეხა ID-ს მოდი გავუწეროთ. რას გავუწეროთ? ID-ს გავუწეროთ, რომ არის primary key და auto increment-ი. და დავარქვათ unconfirmed user. Confirmed user. So. Table-ის დაემატა. ეხლა პირველი რა უნდა ვქნათ? უნდა შევიდეთ ჩვენ პროექტში, უნდა გავხსნათ ბაზა. უნდა ვნახოთ ჩვენი connection და ის table-იც უნდა გადმოვაგდოთ link to SQL-ის კლასში, ხო? რომ იმ table-ზეც გქონდეს წვდომა. გადმოვაგდებ, всё. ეს table-ის დავარდა. ყველაფერი რიგზეა.
აი, მოდი ჯერჯერობით ყველაფერი გავთიშოთ, აქ რაც გახსნილი, რაც არ მჭირდება და გავუშვათ ჩვენი ის პროექტი და ვნახოთ საერთოდ რაშია საქმე. და რა გვაქვს შესაძლებლობა. გაიშვა ყველაფერი რიგზია, ლოგინში ეგ დამახსოვრებული აქვს WatchS email და პაროლი. რო დავაწევთ ჩვეულებრივ მალოგინებს, აქ გამარჯობა WatchS-ს, ლოგაუთის დროს მალოგაუთებს. რეგისტრაციას ჩვეულებრივ რო ჩავწერ ყველაფერს, რეგისტრში დავაწევით, ჩვეულებრივ გავდივარ რეგისტრაციას. ეხლა ნახე აქ რა უნდა მოხდეს. აქ ახლა პირველი შესაძლებელი გამაქვს. შესაძლებელი მაქვს პირველი ტიპის რეგისტრაცია, ხო? ანუ რეგისტრაცია ესე პირდაპირ ამან არ უნდა გაატაროს. ამიტომ ჯერ მე აქ ყველაფერს დავაკომენტარებ. არაფერს არ წავშლი. და დავიწყებ ჩემი წერას. ამას დავუწერ return views, რომ არ გამოვაგდოს ერორი და დავიწყებ ჩემი წერას. ესე იგი რა უნდა მოხდეს? როდესაც მე მივიღებ მონაცემებს, ჩემი ეს რეგისტრაციის ფუნქცია უნდა ადგეს, უნდა დაამახსოვროს ეს ჩემი ტიპი unconfirmed user-ში და უნდა გაუგზავნოს წერილი. ეხლა ეს ყველაფერი უნდა გავაკეთო. პირველი რაც უნდა გავაკეთო არის რომ უნდა დავამახსოვრო unconfirmed ტიპი რო არის table რო არის მანდ ეს ჩემი user-ი. ამიტომ გავაკეთებ იგივეს. ჯერ შევამოწმებ ამ ყველაფერს რომ ყველაფერი სწორად შემოიყვანა. აი იქამდე გადავაკოპირებ. ხო? ანუ ყველაფერი გადავაკოპირე, ანუ გადავაკოპირო რომ მონაცემები ის ცდომა გახსნას, ვიპოვო ესეთი ტიპი უკვე მეილით ამ ტიპით ამ მეილით ყავს თუ არა, მე რა შევამოწმო რომელიმე ველი ცარიელი თუ არ დატოვა, მე რა შევამოწმო რომელიმე პაროლი ერთმანეთს თუ არ დაამტყვია, მე რა შევამოწმო რომ ყველაფერი რიგზე ანუ ესეთი ტიპი არ ყავს და ბოლოს უკვე დამახსოვრება მოვახდინა, ხო? ოღონდ ეხლა ნახე, ესეთი ტიპი არ მყავს, მე უნდა გადავამოწმო რეალურ ბაზაში მყავს თუ არა. ხო? და მასეც ვიქცევი. ანუ მე შემიძლია თუ დაკონფირმებული არ მაქვს, რამდენჯერმე დავრეგისტრირდე რა, რომ კონფირმაციის ლინკი რამდენ შეიძლება ერთხელ მომივიდე და წამიშალო. კიდე ერთხელ იგივე მეილით თუ დავრეგისტრირდე, უნდა მომივიდეს. მაგრამ მე იგივე მეილით არ უნდა დამარეგისტრიროს, თუ რეალურ მომხმარებლებში ესეთი მეილი უკვე არის. ანუ ამ ყველაფერს მე სწორად ვაკეთებ, რეალურ მომხმარებლებში ვამოწმებ, თუ ესეთი ტიპი არის, მაშინ არ ვარეგისტრირებ, ხო? კაი, ხა დავიწყოთ. ესე იგი, რა უნდა გავაკეთოს? ამ ტიპის დამახსოვრება უნდა მოახდინოს unconfirm, ანუ დაუკონფირმებელი მომხმარებლების table-ში. გავაკეთებ იგივეს. გავაკეთებ დაუკონფირმებელი მომხმარებლების table-ის ობიექტს. user დავარქმევ, an user დავარქმევ. unconfirmed user. და ეხლა დავიწყებ ამის ინფორმაციის შევსებას. ესე იგი, აქ მე მაქვს name, რომელიც შეივსება users-წერტილი name-ით. აქ მე მაქვს surname, რომელიც შეივსება users-წერტილი surname-ით. აქ მე მაქვს email-ი. შესაბამისი ტიპით შევასებ ამას. შემდეგ მე მაქვს confirmation code-ი დავიკიდოთ, ID, password-ი. რომელსაც შევავსებ ანუ MD5 hash-ით იგივენაირად შევინახავ ზუსტად. ამ ჩემ user passwords დავამატებ secrets, ხო? ხო გახსოვთ ეს secret-ი რა არის? გახსოვთ ხო რაცა? შემდეგ მაქვს უკვე create date-ი, ეს გავიარეთ. ეხლა confirmation code-ი რა იქნება? confirmation code-ი უნდა იყოს random hash. просто რანდომად რო შეადგინოს. ამის ფუნქცია მე უკვე მზად მაქვს. და ავდგები და გადმოვაკოპირებ просто. აი ეს ფუნქცია არის, ძალიან მარტივი ფუნქცია, რომელსაც ახლა გაჩვენებთ როგორია. აი ეგ ჩავაგდებ. ფუნქციას ქვია random 32 და აკეთებს ეს guide-new guide to string n ნიშნავს, რომ ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ესეთი hash-ი დაგენერებული ამას არ ქონდეს, ანუ უნიკალურ hash-ს აგენერებს. იდეაში ეგრეთ ჭირდება, ხო? ყველა საკონფირმაციო კოდი უნდა იყოს უნიკალური, რომ მივხვდე რომელ მომხმარებელზეა საბა. თუ გამეორდა ვეღარ მივხვდები თუ ორ მომხმარებელში მქონდა, ხო? გამოვიყენებ ამ ფუნქციას random 32. ბოდიში აქ ძიმა მინდა და ეხლა დამრჩა ჩასაწერი secret-ი, რომელიც ასევე random-ით იქნება დაგენერებული და ვაჟდამ ჩასაწერი create date. რომელსაც უკვე ვიცით როგორ უნდა მივცეთ
როგორ? გამზადებულ კოდებს ნახულობ საბას ბაზაში. ანუ შეგიძლია просто დასერჩო 12 characters hash string. აჰა, ფუნქცია გვაქვს უკვე. მოკლედ არის ფუნქციები, აი შეგიძლია ეს აიღო random string, აძლევს ზომას და გაძლევს hash-ს. შეგიძლია ნებისმიერი ფუნქცია იხმაროთ, მივხვდით ხო? თუ გინდა ეს ვიხმაროთ. ზომა მიეცი 32-ს გადააწვდი და მოგცემს random hash-ს. ძალიან მარტივია. ეს კიდე უფრო მარტივია, რომელიც ახლა ვთქვა. კაი, user-ი გავამზადოთ. ეხლა უნდა მოვახდინოთ ამის ჩაწერა. და დასაბმითება. რო ჩავწერ და დავასაბმითებ, რა უნდა ვქნა? ტიპს უნდა გაუგზავნო mail. mail-ში იქნება მითითებული ბოდიში ეს ჩემი ლინკი აწყობილი ამ hash-ით, ხო? confirmation code-ით hash-ით, რომ იმას დააწვება, პირდაპირ მე გამიხსნას უკვე ფანჯარას არის მეტყვის, რომ თქვენი კონფირმაცია წარმატებით დასრულდა. ეხლა აქ დამჭირდება mail-ის კოდი და ისევ ამ mail-ის კოდს ავიღებ აქედან, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს mail-ის კოდი აი ეს ავიღოთ, მოდი. ეს mail-ის კოდი შეგიძლია დასერჩოთ და ისე აწყოთ. გამოწეროთ, არა პრობლემა. ეს რის ფრჩხილია. აი ეგ ჩავარდებ ეხლა ამ კოდს, ჩემი mail-ის კოდს. mail-ის კოდი არის send mail-ი, bool საბრუნებს იმ შემთხვევაში თუ mail-ი გაიგზავნება, false საბრუნებს იმ შემთხვევაში просто true საბრუნებს და false თუ არ გაიგზავნა. აქ ეხლა ამებს შევცვლი. მე ახლა აუდგები ვიპოვი SMTP მონაცემებს Google-ისას. SMTP არის რა? ჩემი მეილი მიდის Google-ის სერვერზე და Google-ის სერვერი უზრუნველყოფს ჩემი მეილის გაგზავნას. ანუ SMTP ნიშნავს მაგას, SMTP მონაცემები. ეხლა მე აქ ჩასმული მქონდა საბას SMTP მონაცემები, მაგრამ Google-ის SMTP-ზე გადავიყვან. ხო? SMTP სერვერის სახეს გადავაკოპირებ. SMTP სერვერის სახე რომ ჩაწერო აი აქ. აი 2000 მესიჯი მაქვს დღეში. და პორტს ჩავწერ 25-ს თქვათ. ანუ მოდი ეს ვიხმაროთ. SMTP მოდი ეს ვიხმაროთ, მაგრამ აქ არის რა ქვია. ხო, ანუ აკაუნტს გამოვიყენებ პორტს ხა, ამას ჩავწერ ჩვეულებრივ. ამას ავხსნი როგორ არის და აქ უნდა ჩავწერო ჩემი მონაცემები. ეს mail ადრესი დაბლა ჩავწერე. mail address ჩავწერე ჯეროლა gmail.com ვთქვათ, რომ ეს გიგზავნოს. აქ ეხლა უნდა ჩავწერო მონაცემები რომელიმე Google-ის აკაუნტის. Google-ის mail-ის. პაროლი და ლოგინი და ამიტომ ახალ იმას დავარეგისტრირებ. ეს მაინც მომთხოვა. ანუ ეხლა რა გავაკეთე, მოკლედ რო ავხსნა. მაქვს კოდი, რომელიც ძალიან მარტივი მოსაზებნია და ამ კოდს ვაფშე ჩაგიგდებთ, რომელიც აწყობს მეილს
იყენებ შემდეგ SMTP მონაცემებს Google-ისას, აი აქ smtp@gmail.com-ი, ახლა აქ ჩავწერ ჩემი user-ის, აი ხა რაც შევქმნი Gmail-ი, იმის parole-ს და mail-ს. და რომელიც აგზავნის მე, აი smtp/server/send mail-ში, mail-ს გააგზავნის მოკლედ იმასთან. mail-ის ტექსტს, რასაც მინდა იმას ჩავწერ, ხო? ანუ არის ძალიან მარტივი გასაგები, ახლა თვითონ mail რომ მომივიო, მეც ავხსნა. თვითონ რა და როგორ მოხდა. დავარეგისტრირე. ახლა გამოვიყენებ ამის mail-ს და parole-ს. ესე იგი, geolab.invoice-ი დავარქვით mail-ს. და parole იყო geolab01. Всё. ეს არის ფუნქცია, რომელიც იღებს mail-ს, სად უნდა გააგზავნოს, subject-ს რა უნდა დაუწეროს, body რა უნდა გაუშვას და boolean HTML-ს იქნება false ან true. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს შეგვიძლია საერთოდ ამოვიღოთ კიდევაც, იმიტომ რომ ის HTML-ს არსად არ ხმარობ. ხო, არა, აი ეგ ხმარობ. ნუ დავტოვოთ, დავიდეთ მოკლედ. კაი, ეხლა ნახეთ. ეხლა მეილი უნდა გავაგზავნო, ხო, მანდ ვიყავით გაჩერებულები. ავიდეთ და ეხლა გავაგზავნოთ მოდი მეილი. მეილი როგორ უნდა გავაგზავნოთ? მეილი უნდა გავაგზავნოთ იმ ტიპს, რომ რა მეილითაც დარეგისტრირდა და მოდი გამოვიყენოთ ეხლა ეს send mail ფუნქცია. პირველი უნდა გადავცე ვის უგზავნე. ვის უგზავნი და რა მეილითაც დარეგისტრირდა. users.email. მეორე უნდა გავაგზავნო subject-ი. subject-ი მოდი იყოს რა იყოს confirmation. ეხლა body-ში უნდა გავაგზავნო რა იცით? უნდა ავაწყო ლინკი. რომელიც იქნება შემდეგნაირი. ესე იგი, ლინკი უნდა იყოს ესეთი, უნდა იყოს ჩვენი საიტის ლინკი, ხო? ჩვენი საიტის ლინკი, რაღაცა ანუ action-ზე უნდა მიდიოდეს ეს და ბოლოში პარამეტრად უნდა აგზავნიდეს. ეს რა იმაზეა localhost-ზე, ეგ მაინტერესებს მე. 59085. ნახე? ესე იგი http/localhost მე იქნება ეს თუ ორ წერტილით აღარ მახსოვს, მოიც გაუშვათ და ნახოთ ჩვენც რა ვწავლობთ. ანუ ლინკი უნდა იყოს ესეთი. აქ უნდა ეწეროს მე account და ბოლოში უნდა ეწეროს confirmation. და აქ უნდა ქონდეს რაღაცა hash. ხო? და ამ ლინკზე რო ტიპი შემოვა, account confirmation ფუნქციაში მე პარამეტრად მივიღებ ამ hash-ს. ამ hash-ით ვნახავ რომელი ტიპია. წავშლი ამ confirmed user-ებიდან და გადავიყვან ჩვეულებრივ user-ებში. პრინციპს ხომ მივხვდით? თან ნამდვილად? კითხვა ხო არ აქვს რამე? ეხლა მაშინ დავიწყებ ამის კეთებას. აუ, ეს არ გამახსოვრებია. ეს არის მოკლედ. ესე იგი, ეს უნდა იყოს, მე ამას უნდა ქონდეს confirmation, არა, account. მე ეხლა მე გავაკეთებ confirmation views და ამას დავამატებ. უნდა დავამატო, ესე იგი users ეს მოდი სადღაც უნდა დავიმახსოვრო. მოდი ეს მაღლა შევქმნათ აქ. აქ გავაკეთოთ string conf code. რომელიც იქნება random 32. აქ მე დავიმახსოვროთ ეგ conf code. ეს ხომ მივხვდით რატო, რომ აქ მე ვიხმარო ეს. ხო? ანუ ეს პროსტა დამჭირდა დაბლა confirmation code-ი. თვითონ ეს 32 ბიტიანი სტრინგი რენდომად რო დამიგენერირა. და აუდექი მაღლა გავაკეთე. მე ეს ჩავსვი აქ, რომ ეს დაიმახსოვროს აქ და ეს ვიხმარე მე დაბლა. იმიტომ რომ თუ პირდაპირ აქ შევქმნიდი, ხო ვერსად ვერ დავიმახსოვრებდი. ხო? და ამიტომ ზევით დავიმახსოვრო, მე ეს ჩავსვი აქ და ის კიდე აქეთაც ვიხმარე რა. იდეაში რაც დააგენერირა, ჩაწერა და მე კიდე ვიხმარე კოდისთვის. ამას ახლა გადავცემ მე ჩემ body-ს, რომელსაც ქვია body და true გადავცეთ მოდი. ან false იყოს, მაგრამ თუ რამე გაგვიჭედა მე იმას ვაკეთებ. ხო, ანუ ახლა რა გავაკეთე? რეგისტრაციის დროს პირდაპირ კი არ დაარეგისტრირებს, მიუვა ჩემ ჯიგარს მეილი.
მეილი რომ მიუვა, ეხლა ამას უნდა შეატყობინოს, რომ მეილი გაიგზავნა შენ იმაზე, ანუ შენს მეილზე გაიგზავნე საკონფირმაციო ლინკი და გადადი იმ ლინკზე. ამიტომ ეხლა მე აი ცოტა შევცვლი, ანუ იდეაში success-ი იყოს და მოდი ახალ იმას გავაკეთებ, რა ქვია, ახალ views გავაკეთებ. views გავაკეთებ. როცა ჰა? ფაილი? არა, ის თვითონ ტექსტს აიღებს და ჩასვავს. ფაილი აღარ არის საჭირო. თუ გვინდა რომ ისაც გავუგზავნოთ, რა ქვია, შაბლონით გავუგზავნოთ, გაჩვენებ საბას კოდში. HTML-ს აწყობ და იმ HTML-ში სვავ ამ შენ body-ს და იმ HTML-ს უგზავნე. გაჩვენებ მაგას. ჩვენ ხო ეგრე ვაგზავნოთ. ამას მოდი დავარქვათ conf-ი დავარქვათ просто. კი, ეთაჩი ჩვეულებრივ. ეთაჩი ფაილი რაღაც უნდა მივავარდოთ. просто შეგვიძლია იმიჯი რო გავუშვათ ან რაღაც. ეგაც შეგვიძლია. აქ მოდი გადმოვაკოპიოთ ის ფარემ ლამაზად ეწერა success-ში. და ეხლა ეს გადავიყვანოთ იქით return ვიარ გავიკეთოთ return redirect to action და ამას გადავცეთ conf დავარქვით ხო თუ დიდი city დავარქვით როგორ დავარქვით conf დიდი city დავარქვით კაი რამე ხო არ გამოგჭა ესე იგი ტიპი შემოდის რომ დარეგისტრირდება ჩავწერთ ამ confirm-ში დავასაბმითებთ მე ავაწყობთ links რომელიც უნდა გავუგზავნოთ mail-ს გავუგზავნით და გადავიყვანთ იქით ამის მჭკილი სად იყურება else-ში. ესაც უნდა გაკეთდეს else-ში. ყველაფერი რიგზეა. გავუშვათ და ვნახოთ. პირველი რაც უნდა გავაკეთო არის ის რომ უნდა შევიდე, ხო, უნდა მივხვდე, უნდა შევიდე რეგისტრაციაში და უნდა დავიწყო რეგისტრაცია. აქ ჩავწერე ალექსის, აქ ჩავწერე ამიაშვილს, აქ ჩავწერე ჩემ mail-ს. აქ ჩავწერ parole-ს და დავაწვევი რეგისტრაციას. Submit changes string combiner will be truncated. რომელი ვერ გაიტანა, რომელიღაცა იყო ახლა ცარიელი და მაგიტო ვერ გაიტანა. რომელიღაცა დავტოვე ცარიელი, იმდე 5 conf code-ი დააგენერირა, secret-ი წესთან დაეგენერირებინა. მოდი ვნახოთ რა გაატანა ცარიელი. ან რაღაცის დამახსოვრება ამან ვერ შეძლო, იმიტომ რომ რომელიღაცა იყო ცარიელი. ნახოთ აბა რა შემიშალა ეხლა. აქ დავსვათ, არა, აქ არ დავსვათ, მოდი, აქ დავსვათ გარემ. არა, აქ დავსვათ, მოდი. და ვნახოთ რა წამოიღო არასწორად. ერორი რატო ამომიგდო? გავიაროთ ახლიდან რეგისტრაცია და რო გადავალთ იქ bullet point-ი როდესაც გაჩერდება და ვნახავთ რატო ამოგვიგდო ერორი. აი, ჯეოლოგიაზე გავაგზავნოთ. დავაწვით რეგისტრაციას და შემოვალ ხა იქ კოდში. კი, შემოვიდა კოდში. ნახოთ აბა რა გადმოვატანა 0. აქ ყველაფერი რიგზია. ამნიშული ის გამოვატანა create date გვაქვს, name გვაქვს, password გვაქვს, surname გვაქვს. წავიდეთ ახლა გადავიდეთ წინ და ვნახოთ სად გაჭედავს. Step out, show next date. წავიდით. Ho. რა. კი. გადავედით. ეს ძალიან შორს წავეdes. ანუ მივხვდით ხო რას ვაკეთებ. მივყვები ყველაფერს. count 0-ზე მეტია. მოხმარებელი ასეთ ელფოსტით უკვე რეგისტრირებულია.
ხო, არასწორად თქვენი, სხვა მეილით უნდა დაურეგისტრირებული იყავი. ეხა ის ამოვაგდო, რეალურად ერორს აღარ ამოვაგდებდა. ეხა პროსტა მითხრა, ეხლა ხო არ სხვა მეილი ჩავწერე. მიხვდით? ეხა ჩავწერე კავშირი აქ მე სხვა მეილი. აქ მე ჩავწერე ჯეოლაბედუჯირო მაქვს ეგ მეილი. და ეგ მეილი კი უნდა ჩამეწერა. უნდა ჩამეწერა ის მეილი რაც წინაზე ვცადე და ერორი რომ ამოვიდა. ამიტომ გავუშვებ და ალექსი წერტილიამიაშვილს ჩავწერ ისე რომ შემომუყანოს იქ. და გადავალ ნელ-ნელა ყოველ ნაბიჯზე რომ ნახავ ერორს სად მიგდებს. რას არაკეთებს სწორედ. დავაი, წავედით. Step into Romanian, step forward, step out. Into. Count-ს გაიარსო, აი ეგ შემოვიდა ეხლა. აბა ვნახოთ დააგენერირა ამან? არა, 0-ია, ვერ დააგენერირა. რატო ვერ დააგენერირა? მოდი აბა ვნახოთ რატო. Randomization return guide new mails to string game. რატომღაც ვერ დააგენერირა. რეალურად ამის პრობლემა იყო, აქ დააბრუნა ამ ჯიგარმა 0. არა, დააგენერირა, აი. conf code maps. ხო? გავაგრძელოთ აბა. name maps, surname maps, email-იც maps, password plus secret-ი maps და იმას წავს, ესაც maps. secret-ი? ნახეთ პრობლემა რაშია? ეს secret-ი ამან იფიქრა რომ აი ამ secret-ზე იყო ბაზარი. ამას aus secret-ი დავარქვათ. ანუ არასწორ რაღაცას ვაკეთებდი და იმ ანუ ორივეს ერთად სახელი დავარქვ უკვე ამერია რაღაც რა. აქ იხმარა ამან ეს secret-ი. არა და უნდა ეხმარა table-ში რა secret-იც ქვია ის, ხო? პრობლემა რატო იყო, იცი? ამ secret-ზე ვაწერდი ზევიდან რაღაცას და იმ secret-ს რომელიც ბაზაში უნდა ჩამეწერო, ტოვებდი Carials. და იქ ხო alone-ალი ხო მოხსნილი მქონდა და Carials ვეღარ მახსოვდა და errors მიგდებდა. ამიტომ ეხლა მე ამას ავდგები, rename-ს გავუკეთებ. მე სადაც ეს secret-ი მაქვს ნახმარი თავის შეცვლილი და ეხლა ჩვეულებრივ ყველაფერს გაიტანს ძალიან კარგად. შემიძლია ეს მოუხსნა და გავუშვა. მიხვდით? პრობლემა რაში იყო? რეალურად იმ secret-ს ვაწერდი იმ secret-ს სხვა რაღაცას გადავაწერდი ზევიდან და იმ რაშიც უნდა ჩამეწერე, იმას Carials ტოვებდი რა. კიდე ერორი მომენტი. ეხლა მოდი ვნახოთ კვერის სფერალი. ისევ ახალი უნდა გავყვე. აქ შემოვა მაშინ პირდაპირ. კიდე ერორი მომენტი, ანუ რაღაცას კიდევ ტოვებ და მაგიტომ. რაღაცას ავწერ. მოიცა ვნახო ხო ყველაფერი მაქვს surname, email, password, confirmation, secret, create. ბიჭო, create dates რო ტოვებთ. აღარ ავწერთ. კაი, ნახოთ. შემოვიდა აქ. არა, არ შემოსულა ჯერ. ჯერ უნდა დავრეგისტრირდე. შემოვა იქ და პირდაპირ გადავხტები. აი შემოვიდა უკვე აქ. ესე იგი, ეს თავიდან არ მაქვს, მაგრამ ეხლა მაქვს. კაი, ეს მაქვს. ესე იგი, შემოვედი name მაქვს, surname მაქვს. email-ი მაქვს, MD5 hash-ით ესაც არის, conf code-იც არის. MD5 hash-ი. Secret-ში რამე დაიმოსო რა. Submit change. და იქ მიგდებს ახლა error. აი.
additional will be truncated. ნიშნავს რომ რაღაცა მაქვს ცარიელი. რა მოგწევ ნეტა ცარიელი, ჰა? ეს ვერასწრებს გაკეთებას თუ რამეს ტოვებ რომ ჩავწერო სეკრეტი მაქვს confirmation password-იც მაქვს. ალბათ თქვენ შეხედეთ მეგობრებო. ესე იგი ID ამჭირდება, იმიტომ რომ auto-increment-ია, name, surname, email-ი, confirmation code-ი მაქვს, სეკრეტი მაქვს, create date-ი მაქვს, password-იც მაქვს. რაღაცა გამოვრჩა აშკარად. როგორ? კი, მაგრამ მეილამდე არ მიდის, დამახსოვრებაზე ჭედავს. სეკრეტიც რომ აღარ დავაგენერიროთ? არ მგონია რომ მაგის ბრალი იყოს, მაგრამ ავუცადოთ. არა, მაგის ბრალი არ იქნება, დიალოგით. არა. რაღაცას ვაკეთებ ნიტოდ. ან არასწორად insert on submit. ყველაფერი იგზია, ვაძლევ on users, რომელიც მაქვს გაკეთებული. აქ კიდე ყველაფერს ყრი. რაღაცა დიდი ხო არ არის confirmation code-ი რამ ხელაა. სეკრეტში აქ დამიწერია 30. იქ 32 წერდა. ხო. მაშინ მოხსნა. designer print 7 changes. Всё. ეხლა ნახე რა უნდა ვქნა. იმის გამო რომ ეთერებში რაღაც შევცვალე. ბაზა უნდა გადმოვაგდო ახრიდან. ეს რომ წავშალო. ეს ძველია. და ახალი უნდა გადმოვაგდო. ხო? ეხლა რომ შევიდეთ და გოუშვათ. ყველაფერს იზავს ჯიგრულად. Всё, ეხლა გადამიყვანს იმ გვერდზე. მეილის გაგზავნაზე შეიძლება გაჭედოს, მე ეს არ ვაგზავნე სწორად. არა, გადამიყვანა მაინც. გთხოვთ შემოწმოთ რეგისტრაციისას მითითებული ელფოსტა, ხო? ანუ მეილი გაგზავნა. ეხლა შევიდეთ და ვნახოთ, აბა მეილი მართლა თუ მომივიდა. ვნახოთ, ჯერ არ მოსულა არაფერი. ამებს წავშლ რა გვერიოს. სპამში ხوار მომივიდა. არა. არც სპამში არ მოსულა. ზნაში თუ მეული არ მომივიდა, რაღაც ჩავწერე არასწორად. აი აქ. სადაა მეილის გაგზავნის კოდი? აი აქ რაღაცა ჩავწერე არასწორად. მეილი სწორია ნამდვილად? სად მოხს მეილი? geolab@nvc@gmail.com. TT. ჰა? აბა არა, ეს არის რომელი მეილისგან მისდის. აქ რაც გინდა შეგიძლია ის ჩაწერო. არული ჯოლ. ჰა? ხო. მოდი მაშინ რა ვქნათ იცი, აქ კიდე არ მოსულა, ხო? მოდი მაშინ ჯერ მეილის გაგზავნის კოდი ავამუშავოთ და რეგისტრაციაზე მერე გადავიდეთ. ეს რეგისტრაცია ცოტა ხანი დავაკომენტაროთ და ვეცადოთ რომ ავამუშავოთ მეილის გაგზავნის კოდი. ეს მთლიანად დავაკომენტაროთ. ან აქ რეგისტრს რო დააწვევა მე რეკნას, მოდი.
მოდი რა ვქნათ იცი სასტაო რეგისტრს რო დააწვება გავგზავნოთ მეილი და პროსტად ვეცადოთ რომ ეს ავამუშავოთ რა აი გავაგზავნოთ ჩვენ ახლა ეს მეილი users email-ში ჩავწეროთ რომ უგზავნით alex.amniashvili@gmail.com body-ში გადავცეთ test აქ true გადავცეთ და აბა ვნახოთ ახლა ჩვენ თუ ავამუშავებთ ამას ეს გავუშვათ ანუ პროსტა იმ ფუნქციას ტესტავ რა რომ მეილი გავაგზავნენო და ის თუ გავაგზავნე მე შევალიგ და განვაკომენტარებ და რეგისტრს რო აწვევი იქ უნდა გადავიდეს და მეილი უნდა გავუშვას ცოტა დიდი ხანი კი უნდება მაგრამ ეგ არაფერი ახლა წესით მე მეილი უნდა მომივიდეს მეილი არ მომდის კაი ნახოთ მაშინ რისი ბრალი შეიძლება იყოს შევიდით ისევ აკაუნტში ვნახოთ ჩვენი მეილის გაგზავნის ფუნქცია და ვნახოთ რისი ბრალი შეიძლება იყოს აქ geolab@gmail.com smtp@gmail.com geolab@gmail.com პაროლი ხომ ეგ არის ნახოთ აბა კი პაროლიც ეგაა როგორ ეს არის HTML-ის მეილს, ანუ აი შენას თქვი, შაბლონს როცა აგზავნი, აქ უნდა იყოს true. იქ უნდა განმოაწოდო true. მივხვდი ხო? ეს აქვს გაჩუმებით პროსტა, ანუ თუ არაფერი არ მისცაო, მაშინ false იყოსო რა. თუ მისცაო, მაშინ იყოს აქ ეუბნები, რომ body HTML-ის კოდითაა თუ არ არის HTML-ის კოდით. or იგუიანებს. თუ არა და მაშინ მანდრილზე მოგვიწევს რეგისტრაცია, მიზარებოდა პროსტა ის. დავრეგისტრირდით. მანდრილი არის უფასო მეილ სერვერი, თავიდან 12000 მეილი გაქვს უფასოდ. ხო? email address უნდა ჩავწერო და ესაა geolab.amvc@gmail.com, პაროლი იყოს იგივე, geolab01. ეს ის 10-ია. რა ჩავწერე პაროლი? geolab01. ეხლა ეს მე მომცემს იგივე მონაცემებს SMTP-ს და იმას. და ამისას ვიხმარებ რა. ვიცი რომ უეჭველი იმუშავებს. never upgrade არ მინდა, შევიდეთ და მოვაცემინოთ. password-ი არის. всё, ნახე მომცა. აქ ვეტყვი edapiki და ეხლა ნახე რას იზავს. კაუჩე, ეს მომცა, SMTP მომცა ამ თავისი. დავაკოპირებ. SMTP უნდა ჩავწერო აი აქ. მომცა ასევე თავისი პორტი. 587. ასევე მომცა რა მეილი უნდა იყოს. ეს თითქოს იგივე იქნება, თითქოს კი არა იგივეა და მომცა ეს კოდი. ეხლა გავტესტოთ და ვნახოთ რამდენად სწორად მუშაობს და 2000 მეილი თავიდან მაქვს უფასო. თუ 12000 აღარ მაქვს. თვეში კავშირი ძალიან ბევრი მეილი გაქვს უფასო რა. ეხლა რეგისტრში დავაწვევი, წესით უნდა გაიგზავნოს მეილი. უფრო მალე ქნა შემოვედი აქ და მეილი მაინც არ მოდის. აი მომივიდა. შო. ანუ იმე Google-ის SMTP რატომაც აორია, მაგრამ მანდრილის SMTP თქვენც მანდრილზე დარეგისტრირდებით, იქ რაღაცებს რომ მოგცემს. აქ შევსებ ვიდეოში ნახავ რას როგორ გაძლევს და ეგ არის. იქნებათ 2000, მოდი ვნახოთ რამდენი მეილი გვაქვს უფასოდ. ესე იგი 2000 მაქვს free trial cents used. ანუ თვეში მაქვს 2000. მაგრამ მე მეგონი გიზრდის ნელ-ნელა რა. არა, შემოცირებიათ. Sense.txt support. შემოცირებიათ არა და თავიდან იყო 12000. 12000 ძალიან ბევრია რა. კაი, მეილის ის ავამუშავეთ, ეხლა მოდი
ეს წავშალოთ აქ რაც ჩავწერე მე, რაც არასწორად ჩავწერე, სად იყო რეგისტრაცია. მაღლა. ეს აქ არ უნდა იყოს და ჩვეულებრივ ახლა ეს თემა ავამუშავოთ. ესე იგი, აქ ყველაფერი რიგზია, confirmation body-ს ვაწვდი და უნდა გადავამისამართოს ამ. ეხლა გავუშვათ და ვნახოთ, რომ ყველაფერი სწორად მუშაობს, თვითონ კოდის მოსვლიან ყველაფრიანად. გავიაროთ რეგისტრაცია. ხოთ შემოწმოთ რეგისტრაციასაც მითითებული აქ უკვე მოვიდა ჯიგარი და ნახე როგორი ლინკი მომივიდა სასტავ და ამას რო დავაწევი გადადის account confirmation-ზე აქ სლეში მაკრია და დავამატებ და მე აბავს რაღაცა hash-ს ხო? ეხლა მივხვდით ამ თან უნდა გავაკეთოთ ან ვაჩე უნდა გავაკეთოთ confirmation action result რომელიც პაროლად მიიღებს რაღაცა strings ეს არ უნდა გავუსწრო სად? არა ეს უნდა გამოჩნდეს ეს კიდია, ანუ რა აზრი აქვს? ტიპი ერთხელ დააწევა და всё, მე ჯერ აღარ შეგვიძლია გადასვლა. აქ უნდა ჩავამატოთ სლეში და ეხა ნახე, უნდა დავამატოთ. ვიძა, ამას ფუჭქილეს რაღაც ზუსტად ხულა აქ. არა, ყველაფერი იცი. უნდა დავამატოთ confirmation action result-ი, რომელიც პარამეტრად მიიღებს strings. შემდეგ ის string-ი უნდა შეამოწმოს რომელ user-ზეა საუბარი. უნდა ამოშალოს იქიდან. ბაზიდან. unconfirmed user-ებიდან. უნდა გადაწეროს confirmable user-ებში, რა. პირველად უნდა დავამატოთ action result. რომელსაც ერქმევა რა, თუ მიხვდები. confirmation. ხო? ჩაწავიდა, აი, confirmation. და ეს slash-ით რომ მიაბავ, რას ნიშნავს, რომ პარამეტრად აძლევ, ხო, გახსოვთ edit-ზე რო შვებოდით? პარამეტრად ამსტრიფს რომ მივიღებ, მივხვდები, ანუ ტიპი რო ამ link-ზე შედის, ნიშნავს, რომ confirmation view result, აი ეს action view-ს იძახებს, action result-ს იძახებს, რომელსაც პარამეტრად იღებს, რომელიც პარამეტრად იღებს ამას, ხო? ეხლა რო შევიდეთ ჩვენ მონაცემთა ბაზაში, რომ ნახოთ რა ჩანაწერი განახორციელა, ვნახოთ, რომ აი ორჯერ დავრეგისტრირდი. ორჯერ გავიარე რეგისტრაცია და ყველაფერი რიგზია, ხო, წერია ყველაფერი. confirmation კოდი ერთხელ სხვა იყო, მეორეჯერ სხვა იყო. ერთი გავიარე 41 წუთზე, მეორე 54-ზე, ეხლა ბოლოს. ხო? ეხლა წავალ და დავამატებ confirmation იმას. views. და პარამეტრებს მიიღებს string conf codes. მე რა უნდა ქნას? ბაზაში უნდა მოძებნოს ეს user-ი ამ conf code-ით. ახლა დავიწყოთ ბაზაში user-ის მოძებნა. ჩვენი user-ი რა ტიპისაა? user და unconfirmed user user უდრის და ეხლა DB-ში დავიწყოთ ძებნა. ჯერ DB-სთან გავხსნა ფტომა. ხო, და DB-ში დავიწყოთ ძებნა. DB unconfirmed user-ში where თუ დავიპოვოთ ტიპი, რომლის confirmation code-ი არის იგივე, რაც მე აქ მივიღე პარამეტრად. უნდა ამოვიღოთ მე last or default-ი. და всё. ეხლა რატო ვიღებ last or default? ნახე, ტიპი 9-ჯერ დარეგისტრირდა, უნდა ავიღო ბოლო რეგისტრაცია რა. იმიტომ რომ drop რო ახალი, ანუ ბოლოს რაც დარეგისტრირდა, იმ ტიპს ამოვიღებ, იმიტომ რომ შეიძლება ბოლოს რაც დარეგისტრირდა, მე რაღაცები შეცვა. ჰა? confirmation code ხო ის არის. დაგენერებული რენდომია და ისეთ რო არ განმეორდება. კი. კი. ანუ ხუთი ელექციონერში რიგო იყოს რომ მაინც იმას ამოვიდეთ, last-ი რა. მართალი ხარ შენ ბოდიში. იმეილით მეგონა ვეძებით. მართალი ხარ, ანუ ის ხო მაინც უნიკალური არის confirmation code-ი. ხო და სულ რო 5 ჯერ დავრეგისტრირდე confirmation code-ი ყოველ ჯერზე სხვადასხვა მექნება და რაღაც ლასტს ვიღებ, ანუ first or default-ით ამოვიდე.
ოჩახ მეგობრებო და ეხლა მოდი ხო ეს ტიპი ხო ამოვიღე ეხლა რა უნდა ვქნა უნდა გადავწერო და თაფახოდ უნდა წავშალო მაგრამ ეს რო ტრანზაქციაში ჩავსვათ შეგვიძლია ეხლა გეტყვით რა არის ტრანზაქცია ეს შეგვიძლია begin transaction ერთი წამით square connection აი მოდი ეს დავიკიდოთ ეს შემდეგ. შეხა ტრანზაქცია რა არის, იცი? ორივე, ანუ რო წაშლის და გადაწერს. ორივე უნდა მოხდეს ერთდროულად. თუ ერთ-ერთი არ შესრულდა, არც მეორე არ უნდა შესრულდეს, ხო? ჩვენ ხო არ გვინდა რომ წაშალოს და ვერ ჩაწეროს, ან ჩაწეროს და ვერ წაშალოს. და ეს ორივე ერთდროულად რო შესრულდეს, ერთ ფიქრებში უნდა ჩაგვესვა ტრანზაქციაში. ერთ-ერთი მაინც თუ გაასხავდა, არც ერთი არ შესრულებოდა, გაჩერდებოდა რა. და ამას ეს შემდეგ აკეთებს ჩავამატოთ ერთი პატარა კოდის ჩამატება უნდა რა და ვიპოვე როგორ ჩავამატოთ ტრანზაქცია. ეხლა პროსტა ჯერ წავშალოთ და მე ჩავწეროთ. არა, ჯერ წავწეროთ და მე წავშალოთ. ეხლა უნდა მოვახდინოთ იუზერებში გადაწერა. ამიტომ იუზერის ტიპს გავაკეთებ. როგორ შევადაროთ? რო გადავწერე. ხო. მე წაშლის კოდზე სანამ შევადაროთ ახალ დარეგისტრირებულების ბაზიდან იმ ბაზაში მყოფების ეს მეილი აი კი, მაგრამ ეს უფრო ტასკა არის. ტრანზაქციაში თუ ჩასვა ყველაფერი მარტივად იქნება. კი რა. აი შემდეგ აკუთვნიზე მაგას გაჩვენებთ ჩვეულებრივ ნახავ იმ კოდს. ეხლა მოდი ჩავწეროთ, ხო? ანუ აქ ჩვეულებრივ გავხსნათ ფრჩხილი. ეხლა ანუ უნდა შევქმნა ახალი იუზერის ობიექტი, იმ იუზერში უნდა გადმოვწერო ინფორმაცია. აქ ვაფშე ამოღება გვჭირდება. ამოვიღეთ უკვე. უნდა გადმოვწერო ინფორმაცია და მე ის ტიპი უნდა წავშალო. ეხლა ნახე აქ რას ვიზავ. ამაში ხომ აქვს name, რომელიც იქნება, აბა რა იქნება? ან user-ი ხომ აქვს? მაგლა. ან user-ის name, surname იქნება. ან user-ის surname, ყველაფერი იმის უნდა გამოვწერო, ხო? კიდე რა მაქვს? email-ი იქნება ან user-ის email-ი. კიდე password-ი იქნება ან user-ის password-ი და create date-ი დამრჩა და secret-ი დამრჩა იქ დასამატებელი კიდე. ან user-ის create date-ი არ მინდა, არ user-ის date-time მართალი ხარ. now გვინდა და ეხა აქ დამრჩა დასამატებელი secret-ი. თამთას რო არ უყვარს. თამთა რასაც ვაკეთებ, რა მიკითხვა ხო არ გაქვს. ჯერ არა, აი. secret-ი ხომ უნდა გამოვწერო, მე პაროლის აღდგენა როცა დასჭირდება, უნდა მქონდეს ხო რაღაცა, რითიც მივხვდები რომელი ტიპია. და ბაზა მაქვს ახლა გამოსაგდები. ამ user-ს წავშლი და გადმოვიდებ ახალ user-ს. ვერა. ეს ხოლ არის link to SQL. ხო არის კიდე entity framework. იქ ცოტა სხვანაირად ხდება. მარჯვენა ღილაკს დააწვევი და მისცემ updates. ამით განსხვავდება ძირითადად რა. თავისით არ შვება, მაინც შემიძლია დააპდეიტო მოდელი რა. ის ბაზა რა, იმიტომ რომ ხო. და აქ მჭირდება ამ user-ის secret-ი. всё. ეხლა უნდა ჩავწერო
DB user-ებში insert on submit უნდა დავამატო user-ი ჩვეულებრივი მე უნდა დავასubmit change-ო და ეხლა უნდა წავშალო. წაშლა ხდება ესე DB unconfirmed user-ებთან delete on submit ოღონდ აქ ეხლა მე ერთ ცალს წავშლი მარტო და მე მჭირდება რომ ყველა წავშალო რომელსაც ეს მეილი აქვს ნახმარი ანუ ბევრჯერ თუ დარეგისტრირებთ ეგივე მეილით ის ყველა რას სადაც კი ეს მეილი აქვს ნახმარი მინდა რომ სვა მოვშალო ანუ ვერა user-ს email-ი ტოლია ჰა ვერა user-ს email-ი ტოლია ისე ჩავწერე ეგაც შემიძლია მაგრამ ესე მე მგონი ვერ იზავს იმიტომ რომ ამას entity უნდა მიაწოდო მოდი ესეც ვცადოთ თუ არ იზავს მე სხვანაირად ვთქვათ მეორე გზაც არსებობს რომ ამოვყარო ლისტში და მე გადავყვე და ყველა ამოვშალო ლისტით ეგ უფრო დაგვიტვირთავს მაგრამ თუ არ წაშალა სხვა გზა არ იქნება where x წერტილი email-ი უდრის an user წერტილი emails წერტილი ესე რომ გადავცე error-ს ამომიგდებს entity ხო არ კი თუ ლისტად რომ ვუცე როგორ? ვერაში კი არა იმაში სანამ არ განმოდება მანამდე რომ ატრიალოთ ფუნქცია ეგაც შეგვიძლია იქნებ და ესე გაიტანოს აბა ნახოთ ნახოთ აბა ეს სამაგალითო მაქვს ორი ცალი მაქვს ჰა ბაზაში სეკრეტზე უი ხო აი ხო შევამშავებს მაინც ხო ჩამწრეთ ზუსტად ეხა ახლიდან მომეწევს ბაზის განმოდგება ეხა ნახე რა ვქნათ confirmation code-ი ავიღოთ მაგასაც ახლა წერს როგორ მაგასაც ახლა წერს ელონარი მოვუშავოთ კი იქ თუ რამე შეცვლი მოდელში სტრუქტურულად მაშინ აქაც უნდა გადააკეთო სადა რეგისტრაციაა ის დავაკოპიო success-ია ხო კარგი ეს ყველაფერი თუ შესრულდება აქ სად მაქვს კონფირმაცია აი უნდა გადამიყვანოს return redirect to action success თუ არ შესრულდება ანუ სად უნდა გაჭედოს მაგალითად კაი თუ არ შესრულდება error-ი ამოაქვს და იქ მე დავწეროთ ეხლა მოდი გავუშვათ და პირდაპირ ვეცადოთ აი იქ რომ შევიდით აბა ვნახოთ რა მოხდება ამბდო error-ი object reference not set to an instance of an object user უდრის new users აქ რატომ ამბდო error-ი object reference Now the execution during the execution of the current web request. Კაი ვნახოთ რატომ ამბდო error-ი. string conf code მაქვს, აქ tips ვაკეთებ, აი აქ მიწერს რომ რაღაც ხას ვერ შვები კარგადო. იმიტომ რომ user-ი მოდელებში საერთოდ არ მაქვს, ანუ წესით ამისის უნდა გააკეთოს. ამ user-ის ობიექტი უნდა გააკეთოს. და usually აქ ვანიჭებ რამე ნალს, აბა ვნახოთ ერთი რატო შვება ამას. გავუშვოთ ეს. შევიდეთ იგივე links-ზე. შემოვიდა აქ. conf code-ი, conf code-ი 0-ია. ამას ვერ შვება სწორად. ანუ link-ში ვერ აძლევს. მე მგონი იმიტომ რომ routing-ი უნდა დავამატოთ და მაგიტომ. ამან ვერ ამოიღო და მე აქ ამაზე ამომიდო error-ი. კაი, აბა დავამატოთ. ეხა ესე იგი, მე ხა მომიწევს routing-ის შეცვლა. იმიტომ რომ აქ უნდა იყოს ამას ID. ID რო დავარქვა პროსტა. რა პრობლემა ხო არ ექნება. ამას ახლა აგიხსნით რატო შვება ასე. root config-ში როგორ მაქვს ID მაქვს. კი, აბა ახლა გავუშვათ მოიცა მეგობრებო. აქაც გადამიწერა. ეხლა მოდი ავხსნათ რა როგორ ხდება.
ნული უნდა იყოს ის ახლა გამახსენდა სეკრეტი. რატომ უნდა იყოს ის ნული? აქამდე წინებს ხო არა აქვთ. ელეონალი რომ მომეშალა, გამოდის რომ რაღაცას ვამატებ, რომელიც ყველას უნდა გქონდეს, მაგრამ წინებს არა აქვთ. ანუ ახლა რაღაცას თუ ამატებ, ვერ მოუხსნი იმ რაღაცას რა. მაშინ წინებსაც უნდა ჩაუწერო და მე იქ უნდა მოუხსნა. Yes. ეხლა ნახე რა გავაკეთე. მოდი მოვყვები სულ თანმიმდევრობით, ხო, თავიდან. პირველი ეს road config დავიკიდოთ, ამას ბოლოს შევეხები. ესე იგი, რეგისტრაციას გატარება ყველამ გაიგეთ. ანუ პირდაპირ ტიპს არ ვარეგისტრირებ, ვამოწმებ ყველაფერს, რომ ყველაფერი ტიპმა სწორად შეავსო და ჯერ წერ unconfirmed user-ში. ვუგზავნი მეილს, რომელშიც არის ლინკი აწყობილი, რომელსაც დააწვება და იმ ლინკზე დაწოლის შემდეგ გადის კონფირმაციას. და ვარედირექტებ რაღაც გვერდზე, სადაც უწევს, რომ შეამოწმე შენ რეგისტრაციის მითებულ მეილი. ეხლა ტიპს მიუვა მეილზე, შევა მეილზე, მეილზე ნახავს რაღაც ლინკს. აი ამ ლინკს წავიღე. აი ამ ლინკს, ხო? და ამ ლინკზე რომ შემოვა, უკვე ტიპი უწევს, რომ რეგისტრაცია წარმატებით დასრულდა. ეხლა რა ხდება რეალურად? ამას რომ დააწვება ეს რა არის? არის ჩვეულებრივ account controller-ში confirmation მეთოდი, რომელსაც პარამეტრად მიდის conf code-ი, ანუ ის ჩემი hashtag-ი. hash-ი უბრალოდ. ეს confirmation ტიპს მოვაგენით აქ. ეხლა აქ რატო გადავარქვი ID? თქვენ იცით რომ routing-ი არის პირველ დღეს რო გაჩვენეთ, გახსოვთ? აი აქ route config-ში მიწერია ჩემი default routing-ი როგორია. ესე იგი თუ ლინკის თუ რაღაცა ჩემი domain-ში ლინკი არის ესეთი, ჯერ მაქვს რაღაცა სიტყვა, მე მაქვს slash-ი, მე რაღაცა სიტყვა, მე მაქვს slash-ი, მე კიდე რაღაც. ეს არის კონტროლერი პირველი, ხო? ანუ აი აქ მაგალითად მე როდესაც შემოვდივარ ხოლმე, ეს ხო არის კონტროლერი. ეს არის action-ი და აქ მე ვეუბნები რომ თუ კიდე რაღაც გადმოვეც, ეს არის ID. მივხვდი ხო? აი ეს მიწერია. კონტროლერი თუ არ გადმოვეცი, გაჩუმებით, ანუ default-ად იგულისხმე რომ არის home. აი სწორედ მაგიტოა პირველი გაშვებისას რომ home index-ზე შედის ხოლმე. გახსოვთ ხო ეს პირველად რო გავაკეთეთ. გაჩუმებით action-ი არის index-ი. მაგიტოა რომ default-ად შემოდის ამ word-ზე. თუ არაფერი არ ჩაუწერე შენ. და ID არის optional-ი. თუ ექნება, თუ არ ექნება, პრობლემა არაა. და აი აქ მიწერია სახელი ID, ანუ აი ამას რომ ეს რო პირდაპირ აქ რო შემოვა აი ამას ეს გახდის, ანუ იგულისხმებს რომ აი რაც გადმოვეცი, ეს არის ID. წეგან მეწერა აქ conf code-ი, აი აქ. და ვერ აკავშირებდა, ანუ იქ რაღაცა მიიღო, მაგრამ ეს პარამეტრად იღებს conf code და მეუბნებოდა რომ ესეთი გვერდი არ არსებობსო რა. აქაც რო გადავარქვი ID რა მოხდა? ის რაღაცა hash-ი, რაცა გრძელი, წამოიღო ჩასვა ID-ში და ეხლა უკვე ანუ მიხვდა ხო რასაც ვაკეთებ რა. პირველი არის კონტროლერის სახელი, მეორე არის, მიხვდით ხო რასაც ვაკეთებ, მეორე არის ინდექსი იმის სახელი, action-ის სახელი და მესამე არის პარამეტრის სახელი და ID. აქაც რო ჩაუწერე პარამეტრის სახელი და ID იმას რა ქვია, routings, ანუ იმ გზას, მარშრუტიზაციას მოერგო უკვე. მე ამის გადაკეთება როგორ შემეძლო? შემეძლო აქ დავემატებინა ახალი routing-ი, რომელსაც აქ ID-ს კი არ ჩაუწერდი conf code. ამასაც გადავაწერდი აქ default errors დავარქვი და ისაც იმუშავა და conf code-ი რო დამერქვია იქ. თამთა ახლა კითხვა რაც გაქვს კითხე. ვაჭა შენც. ანუ routing-ი შვება, ანუ მარშრუტიზაცია ქვია რა. ანუ მე ვეუბნები link-ში რაღაცები თუ მოდის რა არის. იმ წინა routing-ით ვეუბნებოდი რომ მესამე რაღაც რომ მოდიოდა, ეგ არის პარამეტრის სახელი და ID. მე იქ პარამეტრის სახელი და ID არ მეწერა, სხვა რაღაცა მეწერა და ვერ აბამდა ამას და მე მეუბნებოდა რომ ესეთი მარშრუტი არ მაქვს და ვერ ხვდებოდა სამდე წასულიყო რა. და მე რო უკვე პარამეტრს ID გადავარქვი, უკვე მიხვდა რომ ის ID-ია რაც იქ ეწერა და ID-ში ჩასვა და შემომიშვა მაინც. ეს არის გზა, მაგრამ ეს არის სისულელე, ხა მე რაც გავაკეთე რა. იქ ID გადავარქვი, რას ID ეწერება, conf code-ი მეწერება თუ პავლე თუ ნიკოლოზი მნიშვნელობა არ აქვს, ხო? მაინც მე უკვე ვიცი ეს ID რაც. მე რა ვქენი, აქ რო შემოვიყვანე, გავხსენი წვდომა ბაზასთან, ამოვიღე ის user-ი ხო? ის ჩემი user-ი, რომელიც კონფირმაციას გადის. ჩავწერე, უკვე ვიცი რომ დააწვა იმ ღილას, იმ links.
მე ხო მომცა ამან confirmation code. მე უკვე ვიცი ეს confirmation code ვისია. ვიცი რომ ვაჩესია, ვიცი რომ თამთასია, ვიცი რომ ჩემია. და რო ვიცი რომ უკვე ჩემია, ის ტიპი ავიღე, გადავწერე, ვიცი რომ ანუ ეს მეილი იმან არ გააყალბა და არ მოითხოვა, ნამდვილად მაგის მეილია, იმიტომ რომ ნამდვილად ვიღაც დააწვა ამ მეილს რა. ეს გადავწერე ჩვეულებრივ რეალურ მომხმარებლებში, დავასაბმითე და წავშალე ყველა ის მომხმარებელი, რომლის მეილიც იყო ეს. ანუ შეიძლება ტიპმა 7 ჯერ დააწვა რეგისტრაციის ღილას. ან 7 ჯერ გაიარა რეგისტრაცია. და მე მინდა რომ ამ მეილით ვინც კი გაიარა რეგისტრაცია, ხო უკვე დავწმუნდი რომ მეილი სწორია და კარგი ტიპია და გადავაგდე კარგი ტიპების თეილში. უკვე წინა თეილიდან ამ კონფირმებიდან უნდა ამოუყარო საერთოდ და ყველა ეს ტიპი წავშალე. როგორ წავშალე? ფუნქცია არის delete all on submit და მე გადავეცი ლისტად იმ ყველა ტიპის ობიექტი, რომლის მეილიც არის, რა მეილიც ამ ტიპმა ჩაწერა. დავასაბმითე და გადავიყვარე კარგ გვერდზე, სადაც წერია რომ ყველაფერი ვიგზიარიო და ყველაფერი დასრულდა. ეხლა მე რომ ამას გავატარო აქედან ლოგინი ალექსი წერტილი ამიაშვილი პაროლი არის 1-2-3. რო დავრეგისტრირდი შევავედი ჩვენ რომ გამარჯობა ალექს, დავალოგინე ჩვენ. თუ ჩვენ რო რეგისტრირდებით, იწერება ან კონფირმებში. რო დავლოგინდი არ შეუნიშნავს. წინაზე რო ვაკეთებ პირდაპირ იწერება. ის კოდი აღარ ვჭირდება. იმ კოდს ახლა ცოტა გადავაკეთებთ კი არა აღარ ვჭირდება, შეგვიძლია უფრო წავშალოთ. მოიცა საერთოდ დაკომენტარებული. აი აქ ეს საერთოდ შეგვიძლია წავშალოთ. всё. ანუ ცოტა უფრო გავართულეთ რა. ეხლა პირდაპირ არ ვარეგისტრირებ. ანუ რეალურად ეს მეილის კონფირმაციას რატო ვაკეთებ? მე მჭირდება ტიპთან საურთიერთობო რაღაც, რაც არის უნიკალური და რაც უცრო უეჭველი ზუსტია. მაგალითად, ხშირად არის ხოლმე, მაგალითად, რომ კონფირმაციას გადიან მობილური ტელეფონით. ეხლა Google-მა რაც გამაკეთებინა რა, იგივე გააკეთა ზუსტად იმან. მე რო დავრეგისტრირდი, შექმნა რაღაცა პატარა 6 ნიშნა ციფრებით კოდი და შემდეგ მე მითხრა რომ მობილურიო ჩაწერეო, ამ მობილურზე გამოგიგზავნიო და თუ ამ კოდს აქ ზუსტად ჩამიწერო, მაშინ შეგიშვები. ანუ ჩემი ტელეფონი უკვე Google-ს აქვს და იცის რომ ეს ტელეფონი ჩემია. აი, რასაც აკეთებენ ბანკები. საქართველოს ბანკი ფულის გადარიცხვის ხო იცით როგორც აკეთებს. გიგზავნის კოდს, შენ ეს კოდი უნდა ჩაწერო და ამით რწმუნდება რომ ნამდვილად შენ ხარ. იგივეს აკეთებს ზუსტად. გადარიცხვის დროს შენ პონჩი ბაზაში წერს რომ ალექსი ამიშვილის კოდი არის 4444. მე თუ ეს კოდი ჩავწერე და იმან დაინახო ალექსი ამიშვილმა ეს 4444 ჩაწერა. მაშინ ესე იგი ნამდვილად ალექსი ამიშვილია. ანუ ზუსტად იგივე პრინციპი აბსოლუტურად ყველგან რა. რამე არის ისეთი რაც ვერ გაიგეთ? ანუ აი ნებისმიერი სახის კითხვა. აი რამე ახლა ბევრი რაღაც გავაკეთე. რამე გაუგებარი ხო არ არის, ანუ რამე შეიძლება მე ვერ ვთქვი სწორად. და კარგად ან გასაგებად ან საერთოდ სწორად. დაუფიქრდით აბა იმას თვითონ როგორ მიდის ეს გზა. ანუ ტიპი შემოდის რეგისტრაციას რო გადის არ პირდაპირ არ რეგისტრირდება, ანუ როჟა აი ხა ნახე. მოდი გავიაროთ, კიდე ერთი მეილი მაქვს, იმით გავივლი ახლა რეგისტრაციას, ნახე. დავლოგაუტები და რეგისტრაციისას გაველი ალექსი, აქ მოდი სხვადასხვა სახეს დავიწყო. პრობლემები არ მითხო ერთმანეთს, რაც ამერია. რეგისტრაცია გავიარე, ხო? მეილი ნახავ, მეილზე თუ მომივიდა. აი მომივიდა. მაგრამ მოდი ჯერ არ დავაწვევი. ვეცდები რომ ეხლა ლოგინი გავიარო. აი, მეუნება ასეთი მომხმარებელი არ არსებობს. სანამ კონფირმაციას არ გავივლი, მე ამისთვის არ ვარსებობ. მივხვდი ხო? მეუნება რომ ეს მომხმარებელი არსებობს. ეხლა შევალ ჩემ მეილზე. აქ შემიძლია ტექსტი ჩაუწერო, რომ ეს არის საკონფირმაციო ლინკი, რომელიც ბლა 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 რაღაც სისულელები ჩაუწერო.
HTML-ით გავგზავნო მაგალითად. ეხლა ნახე როგორ მიდის ჩვენი მეილები. ჩვენი მეილები მიდის, გაჩვენებ როგორ. აი ეს. რაღაცა HTML-ის შაბლონი მაქვს, სადაც ვსვავ ტექსტს. იგივენაირად შემიძლია აქ ჩავსვა კონფირმაციის ლინკი. რამაზად. მეილების ზოგადად ბლოკავს სურათების ჩადრობას და HTML. კი. და რაღაცა მეილები მოდის ხოლმე, რომელებიც არის ბლოკები. მეთოდი არის რაღაც წყობის. იდეაში ეხლა გეტყვი ეს როგორ არის. ეს ჩვენი HTML-ის შაბლონი. არის შემდეგ ამ წამოგიღებთ და შაბლონს გაჩვენებთ როგორი. არის ჩვეულებრივი HTML-ის კოდი, რომელიც არის დაწერილი HTML-ის მინიმალურ იმაზე, რა ქვია, ვერსიაზე HTML 1.1-ზე უნდა დაწერო, იმიტომ რომ ბევრი მეილ კლიენტი ვერ ამუშავებს რაღაცებს და ჩვეულებრივი HTML-ის web გვერდი რო აწყო წარმოვიდგინეთ თავისი ზომებით. იმას სვავ და იმას აგზავნ. ჩვენი აი ეს სურათები იდეაში Outlook-ი ბლოკავს მარტო, Outlook ჯერ არ ტვირთავს სურათებს რა. შენ უნდა დააწვე და უნდა რომ ჩამოტვირთე სურათები, მე უკვე სურათებით გიხსნის რა. და რაიმე სხვა გზას იმალე მითხრა არ ვიცი. მე არ ვიცი რა ვიცი. შეიძლება რაღაც გზა არსებობს. ვერ გეტყვი. როგორ სურათს attachment ჩვეულებრივ ვაგზავნე, სამი პრობლემა არ აქვს. attachment-ი ხო პროსტა იგზავნება და მე შენ უნდა ჩამოტვირთო. და ამ სწორად შენ HTML-შივე სვავ. აი ხა წარმოვიდგინე Outlook-ზე რო ეს მეილი მომივიდეს, ეხლა რო გაჩვენეთ, ხო? იქნება მარტო ტექსტი რაცა დანარჩენი სტილები. აი ეს არ ექნება სურათი რა, არც ეს არ ექნება და აქ იქნება ღილაკი, რომ download all image. დავაწვევი და მე რო გაიჩნდება იმიჯი. და სტილები ექნება. სტილები ექნება, კი. სტილები უწერია HTML-შივე. ამიტომ პრობლემა არ აქვს რა. HTML-ს მაინც გირენდერებს და გიხსნის რა. თუ ძალიან გაინტერესებთ, ეხლა შემიძლია ის გაჩვენოთ ერთ წამით. აი ეს არის ესწავლ ჩვენი HTML. აი ეს კოდი აი. ნუ ეს ხა ბევრი ციგნები რო არის, პროსტა მაგიტო პეებით არის გამოყოფილი. ჩვეულებრივ HTML-ის კოდია, რომელშიც ჩასმული გვაქვს ტექსტი. ჩასმული გვაქვს იმიჯი, მილინკულია რაღაცაზე. ეს არის ის მაგალითი და ავტომატურად ეგზამენო რომ არსებობს ინფორმაციას. როგორ? ინფორმაციას ან ხო სხვადასხვა ინდივიდუალურად ხდება. კი, ანუ და უბრალოდ ასაუბრებთ შესაძლებელი ინფორმაციას და ის კი და როცა კონფირმაციის, ანუ გაქვს ერთი მთლიანი შაბლონი, რომელთაც აგზავნი ბევრ მეილებს. მაგალითად, ჩვენთან ტექსტის მაგალითად იწერება კოდი, რომელიც გაფარსავს ინფორმაციას, რომელიც კი, ამ შემთხვევაში ჩვენ ხელით ვყრით, მაგრამ აი ხა ნახე, შენ როგორც ამბობ. აქ კაუჩი გვაქვს ჩვენ კოდი. ეს არის ჩვენი საბას შაბლონი, რომელშიც ინფორმაცია იცვლება. აი ხა ნახე, ერთი მეილი არის, გამარჯობა ალექსი, ტრანზაქცია ნომრით წარმატებით შესრულდა. მეორე მეილი არის, რომ გამარჯობა ალექსი, გაიგზავნა მოთხოვნა ტრანზაქციას ნომრით SSS, მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება, გაცნობთ რაღაც. ეხლა ნახე, ამ ტექსტს, ანუ მაქვს ერთი შაბლონი, რომელიც არის HTML-ში აწყობილი და შიგნით უკვე ტექსტს როგორც მინდა, ისევ ვცვლი. ხო? ანუ შაბლონი უკვე აწყობილი მიგდია, შაბლონს ავიღებ, შიგ ჩავტენი ტექსტს და ვაგზავნე. შაბლონს ავიღებ, შიგ სხვა ტექსტს ჩავტენი და გავაგზავნე. ანუ ტექსტის იმაზე პრობლემა არ მაქვს. შემდეგ გაკვეთილზე თუ გინდა, ეგაც გავაკეთოთ რა. ავტომატურად რო თავისით გამარჯობა ალექსი ხო ეგრე ალექსის ალექსი იღებს ბაზიდან მეილი ხომ აქვს ან ID ხომ აქვს ვიცი რომელ ტიპზეა საუბარი names ავიღებ names ჩავსვავ და გავაგზავნე ანუ მაგის პრობლემა არ მაქვს რა შემდეგ გვარი ამოვიღო შემიძლია დაბადების თარიღს თუ ტიპს დავამახსოვრებინებ რეგისტრაციის დროს ყოველ ღამე რაღაც კოდი ეშვებოდეს რომელიც ამოწმებდეს ვისი დაბადების დღეა აიღოს ისა გილოცავ ალექსი ან გილოცავ ვაჩე და დაუწეროს სტანდარტული ტექსტი რომ გისურვებთ რაღაცა და გაუგზავნოს რა აი ეგეთ ძალიან ბევრი რაღაც შემიძლია რა როგორ? ხო და ის გადახდის სისტემას თოა აი მაგალითად TBC-ის ბანკის იმას თოა კი Apple და პირიქითებია უბრალოდ გაძლევს თვითონ საკოდს და გიმონებს უბრალოდ კოდს ხო თუ ტრანზაქცია წარმატებითაც ანუ შენ გაქვს API გაქვს ფუნქცია და გაქვს ლინკი სად რა უნდა გააგზავნო შენ როცა ტრანზაქციას აკეთებ ანუ შენ ანუ თუ გინდათ ახლა ამას აგიხსნით ამას დავაპაუზოთ შემდეგ გაკვეთილზე იმიტომ რომ ისაც იგივე თემა არის ზუსტად და ანუ ვაფშე სახში ვერ გავაკეთებთ
თქვენით რო გააკეთეთ.